დილით საკმაოდ ადრე გავიღვიძე. სკოლის დღე იყო და ყველაფერი ავტომატურად ხდებოდა. გაღვიძება, ჩაცმა, ჩანთის ჩალაგება. ზუსტად ისეთი დილა, როცა არ ფიქრობ და უბრალოდ მოქმედებ. ზამთრის დღეებში ეს რუტინა კი ორმაგად დამღვლელი არის და მომაბეზრებელი. იმ მომენტში ვერც ვხვდებოდი, რომ ეს დღე სხვანაირად დასრულდებოდა. როცა საქმე სკოლაში წასვლას ეხება, დიდად არც ვფიქრობ, რა უნდა ჩავიცვა, რადგან 7 წუთის სავალგზაზე ვსწავლობ და არ მაინტერესებს როგორ გავალ გარეთ სკოლისთვის. თან სკოლაა და არა პოდიუმი. არა და მართლა მეზარება იმაზე ფიქრი, როგორ უნდა წავიდე გარეთ. რაც ხელში მოყვება იმას ვიცვამ, ისე ვიკეთებ თმას და უბრალოდ გავდივარ. ექიმის რჩევით დილით საუზმეს არ ვტოვებ და ყოველთვის ვცდილობ ერთი ჭიქა კაკაო მაის დავლიო. მოცემულ მომენტში ხელში ცხელი შოკოლადი მიჭირავს, რომელიც დედიკომ დამიმზადა. წარმოდგენა არ ქონდა, რომ ვიდეოს ვიღებდი და ამოჭრა მომიწია კადრებიდან, იმიტომ რომ ხანდახან შემოდიოდა და ვერც კი ხედავდა ჩართულ კამერას. აი ეს ის კუთხეა, რომელიც სულ არეულია და ყოველთვის მავიწყდება მისი მილაგება. თმის ვარცხნა უცნაურად მომშვიდებს. ერთი და იგივე მოძრაობა, ისევ და ისევ, თითქოს ფიქრებსაც ალაგებს. ზოგჯერ მგონია, რომ დილა სწორედ აქ იწყება. არა გავიძებით, არამედ იმ მომენტით, როცა საკუთარ თავს ცოტათი უფრო ყურადღებით ვექცევით. თმა ყოველთვის თავის ხასიათს აჩვენებს. ზოგ დღეს მარტივად ეწყობა, ზოგ დღეს საერთოდ არ მიმორჩილება. სკოლისთვის მზადების პროცესში უკვე გათენდა და ხასიათზეც მოვედი. გაპრანჭვა ჩემთვის არასდროს არის მხოლოდ გარეგნობა. ეს უფრო დროა, როცა ნელ-ნელა ვერთვები დღეში. სარკეში ვიყურები და არ ვცდილობ ვინმე სხვა ვიყო. უბრალოდ ვაწყობ თავს ისე, როგორც დღეს შემიძლია. ზოგი მოძრაობა უკვე ავტომატურია. ხელი, თმა, დეტალები, მაგრამ ფიქრები ამ დროს ჩუმად მოძრაობს. არ ვგეგმავ ყველაფერს, არც დიდ დასკვნას ვაკეთებ. ეს რამდენიმე წუთი თითქოს პატარა პაუზაა, სანამ გარეთ გავალ და ისევ ჩვეულ რიტმს დავუბრუნდები. აქ ჯერ კიდევ მშვიდობაა და ეს მომენტი მინდა დაამრჩეს. ხანდახან მგონია, რომ ეს წუთები უფრო გულწრფელია, ვიდრე მთელი დანარჩენი დღე. აქ არავის არაფერს ვუმტკიცებ. არავინ მიურებს გარდა საკუთარი თავისა. შეიძლება გარედან ეს უბრალო მზადებაა, მაგრამ ჩემთვის ეს ერთგვარი გადასვლაა, ოთახიდან გარეთ, სიჩუმიდან ხმაურში. ვიცვამ, ვისწორებ დეტალებს და თან ვეგუები აზრს, რომ დღე მაინც თავის გზაზე წავა. ყველაფერი ვერ გაკონტროლდება და ალბათ არც არის საჭირო. როცა მზად ვარ, გრძნობ, რომ რაღაც უკვე დასრულდა. ეს პატარა მშვიდი ნაწილი, რომელიც მხოლოდ ჩემთვის იყო. ახლა კი დროა კარი გავაყო. დრო ნელა გადის, როცა არსად გეჩქარება და მაინც მიდიხარ. ეს ის მომენტია, როცა ჯერ კიდევ არ ვიცი და წარმოდგენა არ მაქვს, როგორი დღე შეიძლება მელოდოს წინ. ნამდვილად არ ვიცოდი, რომ ფილმი ისეთი ემოციური იქნებოდა, რომ გარშემო მაყურებელს თვალები აუცრემლიანდებოდა. იმდენად გულში ჩამწვდომი ისტორია. ისტორია, რომელიც რეალურად ხდება და რეალური ადამიანები თამაშობენ თავიანთ რეალურ სამყაროში, ძალიან მტკივნეულია. ამ მოლის ულამაზეს განათების ფონზე მივხვდი, რომ ზოგი ისტორია ეკრანზე მთავრდება, მაგრამ შენში კიდევ დიდხანს რჩება. ფიქრობ მასზე და ცდილობ გაიაზრო. იხსენებ პერსონაჟის ხასიათს და მის წარსულს და ცდილობ მომავალი წარსულზე უკეთესი იყოს, შენს ფანტაზიებში მაინც. სკოლის შემდეგ პირდაპირ კინოთეატრისკენ წავედი. სიმართლე რომ ვთქვა, დიდი მოლოდინი არ მქონდა. ფილმი უბრალოდ გეგმაში ეწერა და მეტი არაფერი. ხანდახან ასე ხდება. მიდიხარ სადღაც ემოციის გარეშე. კინოთეატრში თითქმის 1 საათით ადრე მივედი. დროის მოკლა მოლში სეირნობით მომიწია. გარემო ხმაურიანი იყო, ადამიანები ჩქარი. მე კი უბრალოდ დავდიოდი და ვაკვირდებოდი. სწორედ ასეთ მომენტებში ხვდები, რომ ამდენად მარტო შეიძლება იყოს ხალხში. სეანსის დაწყებისას ორგანიზატორები პოპკორნით და სასმელით გაგვიმასპინძლდნენ. დარბაზი ნელ-ნელა ჩაჩუმდა. ეკრანი აინთო და ის უბრალო განწყობა, რაც მქონდა სადღაც გაქრა. ფილმის დაწყებამდე იმდენად დიდი დრო იყო დარჩენილი, რომ თავი ბატიბუდის ჭამით შევიქციე.
ასევე მაყურებელს დაგვირიგეს გაზეთი, რომელიც თავისუფლებისთვის უწყვეტ ბრძოლაზე იყო. ბრძოლა თავისუფლებისთვის, რომელიც ასე ძალიან გჭირდება. ფილმი რიგით ქართულ მოქალაქეზე იყო. ადამიანზე, რომელიც შვილის კეთილდღეობისთვის აბსოლუტურად ყველაფერზე იყო წამსვლელი. არ იყო გმირი, ხმამაღალი სიტყვებით. იყო უბრალო დედა და ქალი და სწორედ ამ უბრალოებაში იყო მთელი სიმძიმე. სეანსის დასრულების შემდეგ მაყურებელს შესაძლებლობა მოგვეცა რეჟისორს გავსაუბრებოდით. გავიგეთ, რომ ქალბატონი ქეთევანი ამ ფილმს მთელი 9 წელი მუშაობდა. 9 წელი ერთი ისტორიისთვის და ეს ეკრანზე აშკარად საცნობობაზე კი არა და იმაზე, რომ არ მიუწვდება ხელი ხო სოციალურად დაუცველ ფენას ელენე რომ გაიზარდა და ანუ მისგან წამოვიდა უკვე ანუ კითხვები თუ რეფლექსია ამ ყველაფერზე რეალურად ჩემთვის მაშინ გახდა ნათელი, რატომ გავჩერდი ამ თემასთან ამდენი ხანი და ესე ობსესიურად რატომ ვიღებდი, იმიტომ რომ რეალურად ამ ყველაზე მეტად იმ მეტაფორებმა მომხიბლა, რომლებითაც რეჟისორი დეტალებით მიგვანიშნებდა სათქმელს, არ გვეუბნებოდა პირდაპირ და გაძლევდა ფიქრის საშუალებას. და ალბათ სწორედ ამიტომ იყო ეს დღე განსხვავებული. ზოგჯერ ფილმზე მიდიხარ ისე და უბრალოდ ცოტათი შეცვლილი ბრუნდები უკან.